კონტროლის პალატის ხმაურიანი დასკვნა, რომელიც საწარმოთა მართვის სააგენტოს მუშაობის შემოწმებისას აღმოჩენილ მრავალ დარღვევას ეხება, ირკვევა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1426 საწარმოდან რეალურ მოგებაზე მხოლოდ 15 მუშაობდა. სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო საწარმოთა მუშაობის ხელმძღვანელობა ევალება, 506 საწარმო საქმიანობაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა. რატომ მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგებაზე და რა გამოსავალი არსებობს შექმნილი მდგომარეობიდან? ექსპერტების და სპეციალისტების შეფასებები ნახეთ ზურა ხვისტანის სიუჟეტში. 1426 საწარმოდან მომგებიანად 317 დასახელდა, თუმცა რეალურ შემოსავალზე მხოლოდ 15 მათგანი მუშაობს. კონტროლის პალატამ საწარმოთა მართვის სააგენტოს შემოწმება 2009 წლის ოქტომბერში დაასრულა. როგორც აღმოჩნდა, სააგენტო, რომელსაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი ევალება, მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების დიდ ნაწილზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა. 600 საწარმო დაფიქსირდა არამომგებიანად, ხოლო დაახლოებით 500 საწარმოს შესახებ საწარმოთა მართვის სააგენტო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ ზოგიერთ შემთხვევაში დამტკიცებული ბიზნეს გეგმებით გათვალისწინებული ხარჯები დადგენილ მოცულობაზე მეტით იქნა გაწეული. საწარმოთა მართვის სააგენტომ შეცდომების გამოსწორება მხოლოდ უწყებაში კონტროლის პალატის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. თუმცა მიუხედავად ამისა, აუდიტის დასკვნაში მაინც მრავალ დარღვევაზეა საუბარი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ წაგებაზე მომუშავე საწარმოებთან დაკავშირებულ პოლიტიკას უნდა გადახედოს. მთელი რიგი, ასე ვთქვათ, პრობლემები დავინახეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს. ზოგადად მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო პოლიტიკა ამ საწარმოებთან მიმართებაში, რათა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონება, სახელმწიფო საწარმოები უფრო ეფექტურად ჩაერთონ ეკონომიკურ ბნოში. საწარმოთა მართვის სააგენტოში კონტროლის პალატის დასკვნაზე საუბარი არ ისურვეს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ წამგებიანი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში შენარჩუნება მით უმეტეს ფინანსური კრიზისის პირობებში არა მიზანშეწონილია. ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ოპტიმიზაცია საჭირო, რამდენად აუცილებელია ასეთი რაოდენობის საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში ქონა. პირველ რიგში განვიხილოთ სასწრაფოდ ახალი პრივატიზაციის გეგმა. მივახსენებ მესიჯი, რომელიც იყო პრეზიდენტის მხრიდან, რომ რეფორმები კრიზისის მიუხედავად გაგრძელდება, ლიბერალიზაცია ეკონომიკის და ეს ამის ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად. კონტროლის პალატის დასკვნა ჯერ არ შესულა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში. ქრონიკასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასკვნებს მხოლოდ დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ. მათ ამ დასკვნის საფუძველზე კონკრეტული და ამ რეკომენდაციების საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ამის შემდეგ უკვე მოხდება საბოლოო დასკვნის დადება კონტროლის პალატის მხრიდან, რომელიც და ეს საბოლოო აქტი იქნება უკვე პარლამენტში შემოგზავნილი და ამის შემდეგ იქნება გამომდინარე უკვე საბოლოო დასკვნიდან ჩვენი რეკომენდაცია მიმართული. კონტროლის პალატის გახმაურებული დასკვნა საწარმოთა მართვის სააგენტოს 2008-2009 წლების მუშაობას ეხება. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობა გაწეულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, არ არის გამორიცხული ამ უწყების ხელმძღვანელთა სამსახურებრივი გულგრილობის საკითხი დადგეს.